მოგესალმებით ჰოროსკოპით ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოადგენთ უახლოესი ერთი კვირის ანუ საახალწლო პერიოდის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს რა მოვლენები გველოდება ჩვენ ზუსტად 30 დეკემბრის 2024 წლისა და 5 იანვრის შუალედში 2025 წლისა მაშ ასე ეს არის საახალწლო ის თქვა პროგნოზი თუმცა გვექნება კიდე ცალკე პროგნოზი რომელიც სწორედ აი როგორ შევხვდეთ მომავალ წელს და რატომაც მოსულნელი ამაზე ვისაუბრებთ ეხლა მოდით აღვნიშნოთ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს კვირა როგორ იქნება მართალია გასაგებია რომ ბევრი იქნება უფრო ჩართული აქ დაუშვათ დასვენებაში უფრო მეტად კეიფში და დროს ტარებაში და შემდგომ მაგრამ ну ზოგიერთი ადამიანი უფრო საქმიანი კუთხითაც გეყენებს ამ კვირას ამიტომ ყველასთვის ალბათ მეტაკლებად საინტერესო იქნება ეს მოვლენები რომელიც ჩვენ ამ პერიოდში გველოდება პირველ შემთხვევაში ყურადღებას სწორედ საახალწლო პერიოდი 31 რიცხვი დეკემბრისა რატომ იმიტომ რომ იგი უკავშირდება ახლომთვარეობას ახლომთვარეობა მოგესალმებით ეს არის მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება და ცოტა მძიმე დღეა ამიტომ საახალწლო დღე ჩვენ გვაქვს ცოტა რთული და მძიმე კუთხით რომ აქ უნდა გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას გავაფრთხილდეთ ურთიერთობებს არ ვიკამათოთ საქმეები არ გავარჩიოთ ჯანმრთელობას რასაკვირველია პირველ შეურაცხება და 31 რიცხვი გავიაროთ რაც შეიძლება მშვიდ და დადებითად ზედმეტი ნერვიულობის გარეშე და ვეცადოთ რომ აი ეს დღე ასე ვთქვათ იყოს პოზიტიური არა მარტო იმ კუთხით რომ ახალი წელი მოდის არამედ ამ პერიოდში არ გავაფუჭოთ ურთიერთობები და რაღაც ასე ვთქვათ შეცდომები არ დავუშვათ რაც შეეხება თვითონ კვირას კვირა ცოტა რთულია იმ კუთხით რომ დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველში და მინდა გითხრათ რომ ეს უარყოფით ენერგოველი თითქმის 20 იანვრამდე გასტანს და ამიტომ ის ნეგატიურ დასს ასვავს რასაკვირველია ადამიანთა ჯანმრთელობას ადამიანთა განწყობას შესაძლებლობებს რომ მეტად ამვითარებს ასე ვთქვათ ნეგატიურ ენერგიებს და შესაძლებლობებს რაც ითხოვს ყველასგან ცოტა მეტ ყურადღებას და სიფრთხილეს ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვექნება დადებითი როგორ ექნება ვიმხეავლებთ კიდეც და იუმორსაც გამოიყენებ და ვიმღერებ და ვიცეკვებ და შემდგომ ვეცდებით რომ დადებითად გავიაროთ რასაკვირველია საახალწლო დღეები მაგრამ აი ნეგატიური ტენდენციები მაინც შიგადაშიგ ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს ამიტომ ამას მეაქცევთ მაინც ყურადღება აი დაიწყოთ ვერძით პირველ რიგში ახალი იდეების შემოსაყალიბებლად პერიოდი არ ვარ გადაიმედია რომ ამის ხალისის მაინდამაინც არ გექნება თქვენ ვერძებს და ვნიშნოთ რომ ეს ის პერიოდი როდესაც ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა ეცემა ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით ეცადეთ არ გაცივდეთ აქ იმასაც იგრძნობთ რომ ზოგიერთი კოლეგა აქ პირიქით გიშლით ხელს და ვაშკარად საბოტაჟია მათი მხრიდან თქვენი თუნდაც იდეების რეალიზაციის კუთხით ეს ის პერიოდია როდესაც მაგალითად თქვენ პრობლემად უნდა დააყენოთ საკუთარ შესაძლებლობებს აკონტროლეთ ყველაფერი რაც ხდება თქვენ სირგლივ აქ სამაგეროთ ეს პერიოდი კარგია იმისთვის რომ გამოასწოროთ რაღაც დაუშვათ ძველი შეცდომები თლიანობაში მოიტავნიშოთ რაც მეტად აქ შეძლებთ თქვენ კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სირგლივ ადამიანებთან მით უფრო მეტად წარმატებული იქნებით ამ პერიოდის მსვლელობისას ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი 1 იანვრისე ეს დღე და არ ვარგა 30 დეკემბრის და ასევე 4 იანვრის დღეები და ეს რიცხვები. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, ახალი ცოდნისადმი ინტერესი თანდათან გახვივდება. ამ დღეების განმავლობაში მოგზაურობის, მგზავრობისათვის ვაჭრობთ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უცხოელებთან შეიძლება აქტიური კონტაქტი ჩამოყალიბდეს ზოგიერთ ქვეყნებთან შეიძლება გაიმგზავროს კიდეც უცხოეთში და დიდი შტაბ-ბიჭდებებიც მიიღოს და საერთოდ იქ შეხვდეს ახალ წელს, მაგრამ უმჯობესია რომ მაინც ალბათ უფრო ახლობლებთან შეხვედრა და თუ მაინც მერე გამგზავრება მაგრამ თლიანობაში შტაბ-ბიჭდების მისაღება ძალიან კარგი პერიოდია მაგრამ გარკვეული ნეგატიური ტენდენციები აქვს მიუხედავად რომ თქვენ ჯანმრთელობას ახლა არ უჩივით ჯანმრთელობა მდგრადი ენერგოტონუსიც მაღალია მაგრამ გარკვეული კონფლიქტურობა რაც თქვენი უკმაყოფილებით იქნება ვთქვათ განპირობებული კი შეიძლება აქ მოხდეს ამასთან ერთად ეს ის პერიოდია როდესაც კონკურენტული ბრძოლა შეიძლება გამძაფრდეს მაგალითად ბიზნეს საქმიანობის კუთხითაც კი ან ძველმა კონფლიქტებმა ძველმა პრობლემებმა შეიძლება უფრო მეტად იჩენონ თავი ამ პერიოდში ყოველ შემთხვევაში აი ესეთ ნეგატიური ტენდენციები შიგადაშიგ თვალშისაცემ იქნება ამიტომ თუ მეტად აქ ახლა დავუშვათ ახლობელ ტრაიში მეგობრებში გაატარებ დროს და არ ექნება ცოტა ესეთი ბიზნეს მიმართულება იქნება უკეთესი თქვენთვის რაც შეეხება პერიოდებს დღეებს კარგია თქვენთვის 5 იანვრის დღე ასევე 31 დეკემბერი თვითონ საახალწლო დღეც ძალიან კარგი მიუხედავად ახლომთვარეობის პროგრამ თქვენთვის მაინც პოზიტიურია და არ ვარგა 30
დეკემბრის და 2 იანვრის დღეები. ეს დღეები ცოტა ფრთხილად წინდახედულად გავიარო. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. წარმატების კუთხით. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, როტონუსი თქვენი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ეცადეთ არ გაცივდეთ ინფექციურ დაავადებებთან მიმართებაში სიყავით ცოტა ყურადღებით. დავუშვათ, რომ აქ ცოტა დისკომფორტი, შინაგანი, აშკარად იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბილურობა გაქვთ, მაგრამ ეს მაინც ზოგჯერ გამოიწვევს რაღაც გაუცხოებას თქვენსა და ერგულყოფ ადამიანებს შორის. მათი სიტყვები, მათი მოქმედებები ცოტა გამაღიზიანებელ ზეგავლენას მოხდენს ამ პერიოდში. ილუზიების, მოდი ასე ვთქვათ, ალბათობაც მაღალია. ამიტომ რაც უფრო მალე განთავისუფლდებით მათგან და უფრო რეალურად შეხედავთ მოვლენებს, სიტუაციებს, ადამიანებს, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ასევე აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალური ტაქტი თავდაჭერა გმართოთ ხელმძღვანელ პირებთან მიმართებაში და აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება ჭორების, ინტრიგების ტენდენციამ თქვენ საწინააღმდეგოდ მოიმატოს. რაც მეტად ენას კბილს დააჭერთ, ნაკლებს ილაპარაკებთ და საიდუმლოს არ გათქვათ, ვიდრე რომ წარმატებული იქნება ეს კვირა თქვენთვის. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 1 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 30 დეკემბრის და 4 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, მოდით ავნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ განწყობაც მეტნაკლებად ასე ვთქვათ სტაბილურია. მაგრამ რაც შეეხება აი უარყოფით ენერგოველს და მის ზეგავლენას, ცოტა ასე ვთქვათ, გრძნობთ ერგულყოფი ადამიანებისგან ზეწოლას, განსაკუთრებით პარტნიორების მხრიდან. შეიძლება პარტნიორი იყოს როგორც სამსახურებრივი, ბიზნეს პარტნიორი, ასევე სასქესო პარტნიორიც. და აღვნიშნოთ, რომ შეიძლება მოგიხდეთ მათ ფინანსურ საქმეებში მონაწილეობის მიღება, ან ზოგიერთი გადასახადის, ასე ვთქვათ, გადახდაც კი. ყოველ შემთხვევაში მატერიალური სიტუაცია ამ პერიოდში იქნება ის, რომელიც ცოტა ნერვებს მოგიშლით და ცოტა, ასე ვთქვათ, გაღიზიანებას გამოიწვევს თქვენში, ვით რა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი. ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ ყვებით ნურავის თქვენი გეგმების შესახებ. იმიტომ რომ ამას სხვები შემდეგ გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ. პარტნიორული ურთიერთობა რაც უფრო მეტად შენარჩუნებული იქნება სტაბილური, მით უფრო კარგად გაივლის ეს კვირა და პირიქით. და ამიტომ აქ ცოტა ტაქტი თავდაჭერა ამ ურთიერთობებში აუცილებელი იქნება თქვენი მხრიდან. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 31 იანვრის დღე, მიუხედავად იმისა, რომ ახალმთვარეობა, ამიტომ ცოტა მაინც აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, მაგრამ თლიანობაში დღე კარგია და ასევე 5 იანვრის დღეც კარგია. აი ცოტა რთულია 2 იანვრის დღე, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა გამოვთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, მოდი ავშვათ, რომ ლომთათვის საყურადღებოა ეს პერიოდი, იმიტომ რომ ერგოტონუსი თქვენი ცოტა მცირდება, ამიტომ რაღაც შინაგან დაძაბულობას მეტად გრძნობთ, ადვილად შეიძლება უფრო დაიღალოთ, მოულოდნელი საქმეები, მოვლენები შეიძლება გამოჩნდეს, შეიძლება სხვისი პრობლემების ასე ვთქვათ, გადაწყვეტის წინაშეც აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი და აქედან გამომდინარე ახალი გეგმები, პერსპექტივები და მატერიალიზაცია ამ პერიოდში არ ექნება მაინც სასურველი, მაგრამ ადრე აღებული ვალდებულებების ასე ვთქვათ, გასტუმრება აუცილებელი იქნება. ამასთან ერთად მეგობართან, ნათესავთა პრობლემებში შეიძლება იყოს ჩართული ან მათ საქმეებში ზოგიერთ თქვენთაგანი და უნიშნოთ, რომ აი ამ კუთხით ცოტა ეს პერიოდი იქნება დამღლელი. და ჯანმრთელობას მიაქცეთ ცოტა ყურადღება. ნუ ჯანმრთელობის არამდგრადობამ შეიძლება ეჩინოს თავი. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, მაშინ კვირა მთლიანობაში იქნება უდაოდ კარგი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 დეკემბრის და 5 იანვრის დღეები და ეს რიცხვები. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, საინტერესო პერიოდია უდაოდ თქვენთვის ერგოტონუსი, უმჯობესდება ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობა უმჯობესდება, საქმიანი თქვენი ნიჭი უნარი შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ და აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც სხვაჩვენს კარიული განვითარების კუთხითაც კი შეიძლება რაღაც სასკეთო პერსპექტივები გამოვლინდეს, მაგრამ მაინც მეტი თავდაჭერა გმართებთ, მათ შორის სიტყვიერი გამოთქმების მიმართ, იმიტომ რომ საერთო ჯამში ჯერ კიდევ სიტუაცია დაძაბულია, ამიტომ ერგულყოფ ადამიანებთან, ნუ იქნები ზედმეტად ხისტი, პირდაპირი, ჯიუტი, აი ეს ცოტა შექმნის, ასე ვთქვათ, და გინდა თუ არა, გინდათ საკუთარი ინტერესები გაეტანოთ წინ, რაც შეიძლება გახდეს ამ გზით მხოლოდ კონფლიქტების ფაქტორი და ცოტა დაძაბოს, ასე ვთქვათ, ურთიერთობები. აი მხრივ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები ექნება შვილებთან, რადგან დროს ყურადღებას დაუვთმოთ სასქესო პარტნიორებს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს პერიოდი. თუმცა კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობა და გამარჯვების ტენდენცია გექნებათ საკმაოდ მაღალი. ყველაზე კარგია თქვენთვის 30
დეკემბრის და 4 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 1 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, სამშობლო ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამგრადია, გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას. პრობლემებმა საოჯახო მათ შორის ზოგიერთმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი და ეს პერიოდია, რომლისთვისაც ახლობლებთან ურთიერთ მეტყოს მაქსიმალურ ტაქტს, თავდაჭერას, მოთმინებას, არავითარი კონფრონტაცია არ უნდა იყოს და ინტერესთა დაჯახება, თორე აქ შეიძლება გაუარესოთ ურთიერთობა როგორც ახლობლებთან, ასე ოჯახის წევრებთან და ამან ნეგატიური დაყი დაასვას, ასე ვთქვათ, ამ პერიოდს და ამიტომ კონტროლი მოდი ასე ვთქვათ, თქვენი მხრიდან მადამი ან კონტროლი ახლობლების მხრიდან თქვენ და შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტების საბაბი. ამიტომ ვიყავით დიპლომატი ამ პერიოდში, რომ დიპლომატიურად რბილად წარმართოთ ეს ურთიერთობები, მაშინ გაცლებით უკეთესი და დასამახსოვრებელი კვირა იქნება თქვენთვის. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 2 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 დეკემბრის და 4 იანვრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომის უნარიანობა, ნაბისყოფა, მოთმინება, შოუპოვრობა, ეს ყველაფერი მოიმატებს, მაგრამ შვიდი სიტუაცია არ იქნება სამსახურებრივ სფეროში, ერგულიყო ადამიანებთან მიმართებაში. აქ გამძაფრდება კონკურენცია. შეიძლება, მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციები შეიქმნას, ცოტა რთული იქნება რაღაც დაუშვათ მოლაპარაკებების წარმოება აქ და რაღაცის დათმობა ან კომპრომისების მიღწევა, აი ამას მიაქცევათ ყურადღება და ახლობლებთანაც მიმართება შეიძლება ზოგჯერ კონფლიქტებმა ეჩინონ თავი ურთიერთშემცირების ფონზე, ურთიერთგაგების ან თქვენი სიჯუტიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ტენდენციებს მიაქცევათ ყურადღება. ინფორმაცია გადამოწმეთ, თუ არასწორი ინფორმაციის ან თქვენი მოტყუების ცდელობა მოიმატებს, ამიტომ ამ ხრივაც იყო ცოტა ყურადღებით, რომ დადებითი, ასე ვთქვათ, სხვა ტენდენციებით შევხვდეთ ახალი წლის დადგომას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 დეკემბრის და 5 იანვრის დღეები და არ ვარგა 3 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება შვილდოსნებს, უპირველესკოლისა ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია, წეთ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ და აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში შეიძლება ზოგიერთი თქვენი გეგმა ისე არ წარმართოს თუ როგორც თქვენ ეს სურთ. შეიძლება ვერ გაერკვეთ საკუთარ სურვილებში და ამასთან ერთად ძალიან ბევრი წვრილმანი საქმე იქნება, აი ყოველდღიური რუტინული საქმეები, რასაც თქვენ ვერ იტონთ. რამაც შეიძლება ცოტა, ასე ვთქვათ, გაღიზიანება გამოიწვიოს თქვენში. თუმცა ფინანსური კუთხით შეიძლება ადრეული საქმეებიდან ფინანსური დივიდენდებიც მიიღოთ, საახალწლო პრემიები, ბონუსები, ეს უფრო გაუმჯობესებს თქვენს გონება-განწყობას ამ პერიოდში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 2 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 დეკემბრის და 4 იანვრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. თხისქასთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ამიტომ რომ ახლა მზე გადის სწორედ თხისქას ზოდიაქოს ნიშანს, ახლა თქვენი დროა ჩემკარგება, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, განწყობაც საუკეთესოა და ამიტომ შესაძლებლობები, იდეების რეალიზაცია, პარტნიორული თანამშრომლობა, ბევრი სხვა სასიკეთო ტენდენციები მოსალოდნელია ამ პერიოდში, მაგრამ რადგან საერთო ჯამში დედამიწა უარყოფითია და საერთო სიტუაცია მაინც დაძაბულია, თან ახალი წლის დღე უკავშირდება ახალ მთვარეობის ცოტა მძიმე დღეს, ამიტომ შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი აღმოჩნდეს ირგვლიყო ადამიანთა კრიტიკის ქარცეცხლში. აი ამას შეიძლება ცოტა ასე ვთქვათ მორალურად დაუკმაყოფილებლობა გამოიწვიოს თქვენში და აქედან გამომდინარე ვეცადოთ რომ მაინც ცოტა მეტი ტაქტი, თავდაჭერა გამოვინოთ, გავატაროთ ეს ყოველივე ზედმეტ რეაქციები აქ არ არის საჭირო თქვენი მხრიდან, მაშინ პერიოდი თავისით უფრო ადვილად ჩასხრება და უფრო სასიკეთო ელფერი მიეცემა ახალი წლის დღეებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 დეკემბრის და 5 იანვრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 3 იანვრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. მერწყულის ზოდიაქომ და გაითვალისწინოს რომ ცოტა რთული პერიოდი აქვს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, სიკვდილმოწმური არასტაბილურობაც იჩენს თავს, დაღლილობამ შეიძლება ეჩინოს თავი, ზოგჯერ შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი თანაფარული მტრები, ჯორები, ინტრიგები, მოშორნეები, კონკურენტული ბრძოლა, ყველაფერი გამძაფრებულია. ანუ ზეწოლა ირგვლივყოფი ადამიანებისგან საკმაოდ მაღალია. ამიტომ თქვენ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ისეთი მძაფრი პოზიცია დაიკავოთ და მოდუნება ვერ შეძლოთ. რაც მეტად, ესე იგი, აქ ეცდებით დიპლომატიურად გადაწყვეტა სიტუაციების და არაყრობით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა მაღალია,
მით უკეთესად გაევლით ამ პერიოდს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეგვიქმნას ეს სიტუაცია, როდესაც მოხდებათ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ პასუხისმგებლობა რას ყველა ამ შემთხვევაში გექნებათ საკმაოდ მაღალი. რაც მეტად ენოსპილს დააჭერთ, საიდუმლოს დაიცოვთ და ამავდროულად ზედმეტად არ გადაიღლებით ამ პერიოდში, მით უფრო სტაბილურად გაევლის ეს კვირა. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 იანვრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 დეკემბრის და 5 იანვრის დღეები. თევზების ზოდიაქომ გაითვალისწინოს, რომ პერიოდი აქვს საკმაოდ კარგი, განწყობად სასიკეთო, მოდი აღვნიშნოთ ერგოტონუსი უმჯობესდება, შრომის უნარიანობანების კუპა მოთმინება, ინტუიცია ძლიერდება, რაც გაძლევს სწორი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, მაგრამ ზოგიერთ სირთულეები იჩენენ თავს. მოდი ვთქვათ, მეხუთე მთლიანობაში კომფორტულად გრძნობ თავს, მაგრამ პრობლემები შეიძლება შეიქმნას მაგალითად მამასთან, ან ხელმძღვანელ პირებთან. აქ მხრივ ცოტა მეტი ტაქტი თავდაჭერა გმართებთ, მათი მხრიდან მაგალითად შეიძლება უფრო მეტი კონტროლი, ან უფრო მეტი ზეწოლა იგრძნოთ. ამიტომ ვიმეორებ, რაც უფრო მეტად თავდაჭერილად და უფრო დიპლომატურად იმოქმედებთ მათთან, მით უფრო ადვილად გაევლით ამ პრობლემებს და მაშინ ასე ვთქვათ, არ გექნებათ არანაირი დაძაბული სიტუაციები. კარგი პერიოდია ინტერნეტთან ურთიერთობების კუთხით, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ცვლილებები შეიტანეთ. თქვენს თუნდაც დამწესებელში თქვათ, თქვენს ვარცხნილობაში თქვათ, რაღაც თქვენს აზრებში, რაღაც დასაყრდ ახალი იდეები, პროექტები, რომლის და რეალიზაცია უკვე მომავალს მოგცემს საკმაოდ კარგ დივიდენდებს. ამ ინფორმაციით საუკეთესო სრულებით მეგისურვებ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე კარგს, წარმატებას, წინსვლას, ხვავს, ბარაკას, დიდ სიყვარულს და სიმშვიდეს ყოველივე კარგს. ამ ინფორმაციით გემშვიდობებით უკვე მომავალ წლამდე.